მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის დასრულებამდე კი 2 თვე რჩება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით საქართველოს მასშტაბით უკვე აიზომა 2 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი და 1.400.000-მა ადამიანმა ოფიციალურად დაისაკუთრა საკუთარი მიწა. პროგრამა გარკვეული ხარვეზებითაც მიმდინარეობს. რა გამოწვევებია ამ პროცესში, რამდენად რთულია საჯარო დოკუმენტაციის მოზიება და რა გზები არსებობს მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად. იურისტი, უძრავი ქონების ისტორიის მკვლევარი ბონდო ყიფიანი არის ახლა ჩვენი სტუმარი. მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენ მოვისმინეთ კიდევაც, რომ ამ რეფორმას, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, გარკვეული ხარვეზებიც ახლავს თან, თქვენ რომელ ტიპის გამოწვევებს გამოყოფდით? განსაკუთრებული გამოწვევა, რაც ამ პროექტს ახლავს, არის იმ პირების არ ჩართვა პროცესში, რომელიც არის გარდაუვალად აუცილებელი. არ შეიძლება, რომ ეს პროექტი მხოლოდ მხარის ინიციატივის სამარად ავტოოთ და მხარის განცხადებაზე იყოს დამოკიდებული იმის გარკვევა, ვისად რომელი ნაკვეთი ეკუთვნის. ამ პროცესის სრულყოფილად დასრულებისთვის აუცილებელია ყველა იმ რგოლის ჩართვა, რომელიც უზრუნველყოფს მათ შორის იმას, რომ სასამართლოში რაც შეიძლება ნაკლები საქმე გადავიდეს, სასამართლო არ გადაიტვირთოს და დავების უდიდესი ნაწილის პრევენცია მოხდეს სასამართლომდელ ეტაპზე. ვის გულისხმობთ, საინტერესო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში ნოტარიუსთა ჩართულობა, სანოტარო ბიუროების ჩართულობა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში არ იმყოფება და ძალიან ბევრი ქონება არის ისეთი, რომელზეც პირი, რომელიც თავის დროზე რეალურად მესაკუთრე იყო ამ ნაკვეთის, არ არის ცოცხალი და ვიდრე არ გამოიკვეთება ამ ქონების პოტენციური მემკვიდრე, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება სახელმწიფო მოახერხოს და ასეთ ქონებებზე გაავრცელოს საკუთარი უფლება და თქვას, რომ ეს ქონებები ამ ქონებებზე პრეტენზია არ იყო წარმოუდგენელი და ამიტომ ვავრცელებ მასზე ჩემს უფლებას, ხო? ეს არის წარმოუდგენელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსები იყვნენ ამ პროცესში ჩართული დავების ეფექტურად და დროულად დასრულებისთვის. ჩვენ ახლა ვახსენეთ, რომ ბოლო მონაცემებით სექტემბრის 2 მილიონი მიწის ნაკვეთი არის საზომილი და 1.400.000 ადამიანი გახდა, ასე ვთქვათ, დაისაკუთრა ან აღიარა სახელმწიფო მათი მესაკუთრეობა ამ მიწაზე. როგორია ეს პროცესი, რამდენად ვთქვათ მასშტაბურად არის დარჩენილი ის დასარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, რა მონაცემები გაქვთ თქვენ? ამ შესაძლებელია 2 თვეში დასრულდეს ეს პროექტი? გამორიცხულია, პროცესი გარდაუვალად ვერ დასრულდება. რომც გამოაცხადდა, რომ ეს პროექტი დასრულდა, ფიზიკურად ვერ იქნება დასრულებული, იმიტომ რომ მიწების უდიდესი ნაწილი არის აუზომელი, მოთხოვნა მათზე უფლებები არ არის დადასტურებული, ამიტომ ვერ დასრულდება და თან ჩვენ ხო ამის ისტორიული გამოცდილება გვაქვს. მიწის რეფორმა ხო პირველად არ ხორციელდება საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რამოდენიმე ტალღა იყო მიწის რეფორმის მცდელობის და უდიდესი ნაწილი მათი ჩავარდა იმის გამო, რომ ასე ნაჩქარევად ცდილობდნენ ამ რეგისტრაციების დასრულებას და გამორიცხულია ხო არ შეიძლება შენ რაღაც ასეთი აქტიური და მნიშვნელოვანი პროექტი განხილვების და ყველა მხარის ჩართულობის გარეშე რაღაც დროს მიაბა და რაღაც სტატისტიკას მიაბა. სტატისტიკა არის, რომელიც შეიძლება თვალს უხარია და გულს ახარებს, მაგრამ შედეგობრივად დასრულება ნიშნავს რაიმეს იმგვარ დასრულებას, რომ ამ საკითხზე ყოველ შემდეგ თაობას, ვისაც შეხება ექნება მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ამაზე დაბრუნება აღარ უნდა მოუწიოს და თუ ყოველ ჯერზე რამდენი ახალი მმართველობა მოვა, ჩვენ თავიდან დავიწყეთ ამის გადახედვა, ეს ხო ჩავარდნილი რეფორმაა თავიდანვე და ამ საკითხში აუცილებელია, რომ წარსული გამოცდილება გავითვალისწინოთ და ვნახოთ, სად შეეშალათ წინა რეფორმის დროს, რა იყო ის საკითხები, რომელზეც ყურადღება არ გაამახვილეს თუ ვერ გაამახვილეს და ამის გამო რამოდენიმეჯერ ჩავარდა ეს პროექტი და იგივე რეალობის წინაშე რო არ დავდგეთ, მნიშვნელოვანია მხარეების ჩართულობასთან ერთად ყოველი იმ ნაბიჯის გათვალისწინება, რომელიც აქამდე მიწის რეფორმის ფონდში იყო და მიწის რეორგანიზაციის პროცესში იყო გათვალისწინებული. სამწუხაროდ, რასაც ჩვენ ვხედავთ, ამის გათვალისწინება არ ხდება და ძირითადად სტატისტიკისკენ არის მიმართული ეს ნაბიჯები, რომ რაღაც დაითვალონ, რომ რაღაც აქ დამთავრდა, იქ დამთავრდა, ვერ დამთავრდება, გამორიცხულია. როდესაც იმ მიწის ნაკვეთებს რაილის, თქვა თუ მე როგორც მესაკუთრემ არ განვაცხადე პრეტენზია, არ მოვითხოვე აზომვა. ამ
ამ შემთხვევაში რა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი და გამოცდილებების ყველა მიმართულებით. ჩვენ ვცხოვრობ რომ ძირთადად ბოლოსკენ ხდება ხოლმე რაღაცებაც დაჩქარება, რაღაცა როს დასრულებისკენ რომ მიდის პროცესი, მაშინ აღმოჩნდება რომ თურმე ბევრს დაურეგისტრირებელი აქვს, ისე ბევრი აზომილი არ არის. ანუ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა თავად არ დაიწყო მოძიება დოკუმენტაციების, არ დაიწყო არქივებში, ასე ვთქვათ, ძიება. ამ შემთხვევაში სახელმწიფო აცხადებს, რომ ეს მიწის ნაკვეთები სრულად მისია, ან როგორ შეიძლება მე შემდგომ პერიოდებში მე მქონდეს პრეტენზია ამ მიწის ნაკვეთზე. ხო, სამწუხაროდ ჩვენ ვართ დაგვიანებისკენ მიდრეკილი ხალხი და უგულისხმობთ ვეკიდებით ჩვენს ამ პროცესებს, ბუნებრივია. მაგრამ ყველაზე დიდი ბრალეულობა ამ საქმეში მიუძღვის ამ პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ არ ამბობს იმ საფრთხეებზე, რომელიც ამ ადამიანებს გარდაუვალად მოელის. და რას გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით თუ პროფესიონალი ამ პროცესებს და ამის მიმდინარეობას დააკვირდება, ყველაფერი მზადდება საიმისოდ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ყველა ქონება თითოეული კვადრატული მეტრი, რომელზეც კერძო საკუთრება ვერ დადასტურდება, საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფო საკუთრება. მაგრამ ამის პირდაპირ თქმას ყველა ერიდება. და ერიდება რატომ? ბუნებრივია, თუ ადამიანები ინფორმირება მოხდება, რომ ეს არის ბოლო ჩამკეტი ვადა, რომლის დროსაც ამოქმედდება ხანდაზმულობის ვადა, რაც გულისხმობს იმას, რომ პირს არ ექნება აწდამარადის მოთხოვნის უფლება უძრავ ნივთზე. მისი მოთხოვნა იქნება შეზღუდული ვადის განმავლობაში და ის ვეღარ შეძლებს ქონებაზე გაავრცელოს საკუთარი მოთხოვნა და პრეტენზია, რადგან ეს ქონება ავტომატურად გახდება სახელმწიფო საკუთრება. მაგრამ პროექტის განმახორციელებელი კარგად იაზრებს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის საბჭოთა რეალობაში გაზრდილი ხალხი, რომლებიც მიჩვეული იყვნენ, რომ სახელმწიფო მათ მაგივრად აკეთებდა რაღაცებს და მათ შორის უძრავ ქონებასთან მიმართებით არსებულ პრობლემებს. და ეს ადამიანები ახლა არიან მოდუნებული, ამ ადამიანებს გონიათ, რომ სახელმწიფო მივადა მათ გასაკეთებელს და თან მით უმეტეს უფასოდ გააკეთებს და რეალურად მივიღებთ იმ შედეგს, რომ არც არაფერს არ გააკეთებს, ანუ როცა საბუთი არ აქვს, გარე ხალხს საბუთები აქვს და იმ ადამიანებს უწევთ ძალიან დიდი შრომის და წვალების გავლა, რომ საკუთარი უფლება მოიპოვონ და ის ხალხი, ვინც ახლა ელოდება, რომ სხვა რაღაცას გააკეთებს, მიიღებს იმ შედეგს, რომ მათ ქონებებზე სახელმწიფო გაავრცელებს საკუთარ უფლებას და მათი მოთხოვნის უფლებები გაქრება და გადავა უკვე ხანდაზმულობის პრობლემის ქვეშ. შესაძლებელია, რომ ვეღარ სასამართლო დავების მეშვეობით ვეღარ მოხდეს ამ ქონებებზე უფლების აღიარება. პირდაპირ არ საუბრობენ, ეხლა მე ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელიც ამ პროცესებს აკვირდება. ეს რომ იყოს პირდაპირ თქმული, ანუ ადამიანების ინფორმირება რომ მოხდეს ამგვარად, მაშინ ხო რა პროცესებს მივიღებთ იმ პროცესებს, რომ იუსტიციის სახლებში შეიძლება დასადგომი ადგილიც კი არ იყოს, არათუ იქ ადამიანების საშუალება რომ რაღაც ქონება დაირეგისტრირონ. და როცა სურს სახელმწიფოს ამის გაკეთება, ჩვენ ვხედავთ ხო ამის მაგალითებს ნათლად, აი მაგალითად დეკლარირებასთან მიმართებით, როგორ დაამოტივირეს ადამიანები და ძალიან ბევრი ადამიანი მიემართა, რომ ეს პრობლემა არ შექმნოდა, რაღაც ჯარიმები არ შეხებოდა და შეიქმნა რაღაც აი კოლაფსის მაგვარი სიტუაცია. კარგი გაგებით თუ ცუდი გაგებით და იგივეს გაკეთება აქაც შეიძლება ხო თუ შენ ეტყვი ადამიანს სიმართლეს რა მოელის ეს ადამიანი დამოტივირდება და გაიაზრებს იმას რომ ეს მოთხოვნა შეიძლება დაკარგოს და მართლა ჩაერთვება ამ პროცესში ძირეულად, მაგრამ მინდა ვისაუბროთ ასევე იმ დოკუმენტებზე, რომელიც არის საჭირო, რომ საკუთრების უფლების აღიარება მოხდეს და როგორც მე ვიცი, საკმაოდ რთული არის ამ დოკუმენტების მოძიება, მათ შორის არქივში მიმართვის შემთხვევაშიც შესაძლებელია არქივშიც მათ მოგწეროს, რომ ეს დოკუმენტი არ არსებობს. აი, რა ხდება ამ დროს, როგორ შეიძლება, რომ მე რომელმაც ვიცი, რომ ეს მიწის ნაკვეთი მაგალითად საბჭოთა პერიოდიდან ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა, როგორ შეიძლება ამ დოკუმენტების თქვა შეკრა და საკუთრების უფლებაზე პრეტენზიის გაცხადება მოახერხო. ამ საკითხებთან დაკავშირებით ისტორიული მეხსიერება არსებობს, მაგრამ დოკუმენტები იმდენად გაბნეულია, თვითონ იმ ორგანოსაც კი, ვინც ინახავს ამ მასალებს, მასაც უჭირს გაერკვიოს რეალურად რასთან აქვს კავშირი. ადამიანებსაც არ აქვთ ამის ცოდნა და უნარი და ვერც ეს პროექტი ვერ უზრუნველყოფს მით უმეტეს უფასოდ, რომ ვინმე შენ ისტორიულ მეხსიერებას რეალობასთან დააკავშირებს და იმ უფლებას, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს პირობითად გაგაჩნდა, რეალობაში აღგიდგენს
და გიცნობს რაღაც დოკუმენტებზე დაყრდნობით. ამას ჭირდება სისტემატიური დამუშავება. აი მეც, ჩემი გუნდიც და ალბათ სხვა ადამიანებიც, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, ძირითადად ამით არის დაკავებული, რომ ვიდრე შენ პრეტენზიას წარადგენ მარეგისტრირებული ორგანოს წინაშე, ეს მოთხოვნები უნდა იყოს დაზუსტებული და ერთმანეთთან დაკავშირებული და ამის გარეშე მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებაზე დაყრდნობით ეს უფლებები ვერ აღდგება. ანუ გარკვეული ტიპის თქო გუნდი შეიძლება დაიქირავოს მიმართოს მათ და ისინი დაეხმარებიან მათ რომ ეს დოკუმენტები იყოს მოძებული. ჩვენ აი ამდენი წელია ვსაუბრობთ ამ საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით, ვიცით რომ გარკვეული დოკუმენტები არსებობს, მაგრამ შეიძლება გაბნეული, მაგრამ არსებობს ეს დოკუმენტები, ხო? რატომ არ მოხდა მაგალითად პარალელურად, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა ამ დოკუმენტების გაციფრულება, რომ მარტივად იყოს მოძებნადი ესა თუ ის დოკუმენტი, რომელიც თქვა ადამიანებს საკუთრების უფლებას აპოვნინებს, იმიტომ რომ როდესაც ამაზე ამ რეფორმაზე საუბარი დაიწყო, შეიძლება მაშინ არ იყო ის გაციფრულებული, მაგრამ ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ხო? 2024-ში უნდა დასრულებულიყო, 2026-ში მოდის უკვე. ამის კუთხით ნაბიჯების გადადგმა თუ ხდება და რა ხდება ამ გაციფრულების მიმართულებით? მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და მე მიწევს სამწუხაროდ ამაზე საუბარი ღიად, რომ ორგანიზაცია, ვინც ამას უნდა ახორციელებდეს, იმ ორგანიზაციას ამის мотиваცია არ აქვს. თორემ мотиваციის პირობებში, რა თქმა უნდა, შეიძლება და ვიდრე შენ პროექტის განხორციელებას დაიწყებ, ჯერ რა თქმა უნდა, წინა საპროექტო სამუშაოები უნდა განახორციელო, ხო, აი ნებისმიერ საქმეში რაც არ უნდა აკეთებდე, მაგალითად, მშენებლობის საქმიანობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ჯერ უნდა დამუშავდეს რაღაც მასალები, წინარე სამუშაოები განხორციელდეს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება შენ დაიწყო აზროვნა და რაღაც პროექტის განხორციელებაზე ფიქრი. როგორ შეიძლება ყველაზე ბოლოს გასაკეთებელი საქმე დაიწყო დასაწყისში და პროცესში არ ყვევდა იქ ვის რა ეკუთვნის. ამიტომ ვერ დასრულდება ამას გულისხმობ ეს პროექტი, რომ არც ერთი რეგიონის სიღრმისეულად არ არის დამთავრებული. რაღაც ერთი რეგიონიდან გადადიან მეორეში, მეორედან მესამეში და აი ასე აი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც რაღაც გამოცდა აქვს პირობითად ჩასაბარებელი და ობიექტურად ამის მომზადებისთვის რაღაც ერთი კვირა დაუშვათ საჭირო და ერთი დღით ადრე რო იწყებ შენ მუშაობას გამოცდის ჩასაბარებლად, ხო ცალსახაა რომ ამ გამოცდას ვერ ჩააბარებ და როგორც აი ერთ დღეში, ერთი დღით ადრე ადამიანი მიედმოედება რაღაც საკითხებს და ზედაპირულად ზერელეთ ისწავლის ჩასაბარებელ საგანს, ეს ზუსტად ასევე არის ეს პროექტიც. და мотиваცია. სკეპტიკურად ხართ განწყობილი მის მიმართ, რომ ეს პროექტი შეძლებს რომ რაღაცნაირად დასასრულისკენ მაინც წავიდეს. მე მინდა ვიყო არასკეპტიკურად განწყობილი, მაგრამ შედეგები და ის სურათი, რასაც მე რეალობაში ვხედავ სხვებისგან განსხვავებით, სხვა რწმენის და სხვა განცხადების გაკეთების საშუალებას არ მაძლევს და მე ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ ვინმესთან ჩასაფრებულის პოზიციაში ვიმყოფები. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და მეც საკუთრება გამაჩნია და საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, რომ გინდა თუ არა მე მთელ საქართველოს მოვიცავ და ჩემი გუნდი ყველას დაეხმარება. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც საკუთრებას ვერ მოიპოვებს, ვერ მოახერხებს და დაკარგავს ამ ქონებაზე საკუთარ უფლებას. ამიტომ ვამბობ, რომ პროექტი არ უნდა იყოს რაღაც გარკვეული ჯგუფის ადამიანებზე გათვლილი. თუ პროექტი არის საყოველთაო, მოიცავს მთელ საქართველოს და შენ ამბობ, რომ მე ეს პროექტი უნდა დავასრულო, ამ პროექტის დასრულებას სჭირდება მომზადებაც, სჭირდება საკმარისი რაოდენობა ადამიანების და მათ შორის იმის უზრუნველყოფა, რომ ეს საკითხები იყოს გაციფრულებული და ხელმისაწვდომობა დოკუმენტებზე იყოს მარტივი. მაგრამ ვღებულობთ რა შედეგს. დიდი ნაწილი სხვათა შორის ამ დოკუმენტების მართლაც არის გაციფრულებული, მაგრამ ეს აქვთ შიდა მოხმარებისთვის, არა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს უფლება ეხებათ, არამედ არის შიდა მოხმარებისთვის და ამას იყენებენ საკუთარი შეხედულებისამებრ და მთავარი პრობლემა კიდე რაც არის, რაც ვერ დაასრულებს გარანტირებულად ამ პროექტს. მე რო ვამბობდი წარსულ გამოცდილებაზე, რომლის გათვალისწინება არ ხდება, წარსული გამოცდილება მათ შორის შეეხება იმას, რომ ამ ქვეყანაში 2000-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს ძალიან ბევრი რეგისტრაცია, რომელიც მართალია დაუზუსტებელი ფორმით არსებობს, მაგრამ ამ ქონებებზე არსებობს მესაკუთრის მითითება მდებარეობის და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ვიდრე ამათი შემოწმება არ მოხდება და არ გაირკვევა ეს ქონებები უმკვიდროა თუ მათზე ვინმე პრეტენზიას აცხადებს, არ შეიძლება შენ ამაზე გაავრცელო საკუთარი უფლება სახელმწიფოს გულისხმობ. თორე ყველა შემთხვევაში ისე როგორც სახელმწიფოს მხარეს გადავა, რა თქმა უნდა, მოუწევს ზიანის ანაზღაურება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, შეფასებისთვის. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იურისტი, უძრავი ქონების ისტორიის მკვლევარი ბონდო ყიფიანი იყო ჩვენი სტუმარი.